უკრაინის ომის ფერხლიდან რაღაც განსაკუთრებული იბადება. მოუკლავი, შეუჩერებელი. ლითონის მანქანა, რომელიც არ გავს სხვას და რომელსაც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეც ავითარებს. შვედეთი თავის კვალს ტოვებს უკრაინის კამპანიაში რუსეთის წინააღმდეგ და ის უკრაინასთან ერთად იმუშავებს, რათა რაღაცა ახალი შექმნას. მეტი. ეს ახალი სახმელეთო რობოტი ჯარისკაცებს სიცოცხლეს უნარჩუნებს, მათ კუბოებში ათავსებს და ის მალე ბრძოლის ველზე გამოჩნდება. შეხვედრები გაიმართა, შეთანხმებას ხელი მოეწერა. MOL მოდის და Joint Forces დეტალები აქვს. 11 ივნისს გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა კომპანიამ AI Drones UAM დაასრულა შეთანხმება შვედურ თავდაცვის კომპანიასთან, Njord Technology AB. პარიზში, Eurosatory 2026 ღონისძიებაზე, რომელიც 16 ივნისს გაიმართა, ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი, რაც ოფიციალურად ადასტურებს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც MOL-ის სახმელეთო რობოტული სისტემა უკრაინაში შევა. ეს შეთანხმება მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ მეორისგან შეძენას არ გულისხმობს. უკრაინა და შვედეთი ერთად იმუშავებენ MOL-ის წარმოებაზე და რაც პუტინისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ეს ორი კომპანია ასევე ითანამშრომლებს სხვა რობოტული სისტემების განვითარებაზეც, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველზე იქნება გამოყენებული. AI Drones UAM მეტი განმარტება გააკეთა ხელმოწერის დღეს გავრცელებულ განცხადებაში. MOL Ground Drone არის სისტემა, რომელიც რეალური ბრძოლის ველის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მუდმივად იხვეწება სამხედრო მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე. Njord Technology AB-სთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ MOL პლატფორმის ერთობლივი წარმოების დაწყებას შვედეთში, რაც გააფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და დააჩქარებს რობოტული სისტემების მიწოდებას, აცხადებს კომპანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ახალი შეთანხმება ნიშნავს, რომ უკრაინას საბოლოოდ აქვს შესაძლებლობა ფრონტის ხაზზე დიდი რაოდენობით მიაწოდოს ერთ-ერთი ყველაზე მაკაბრული, მაგრამ სასარგებლო რობოტი, რაც კი ოდესმე შექმნილ. რატომ ამბობთ, რომ ეს მორბიდულია? ამას უფრო დეტალურად მაშინ გაიგებთ, როცა მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ ეს რობოტი ფაქტობრივად დიდი კუბოა ბორბლებზე, რომელსაც იყენებენ დაჭრილი ჯარისკაცების ფრონტის ხაზიდან ევაკუაციისთვის. კაფსულა იღება, ჯარისკაცი შიგნით ძვრება და მოძრავი კუბო მას უსაფრთხო ადგილას მიხავს, სადაც შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება და გადარჩეს ისეთ დაზიანებებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება მომაკვდინებელი ყოფილიყო. უკრაინა ბრძოლის ველზე მოაქვს კუბო, რომელიც სიცოცხლეს იხსნის, მაშინ როცა რუსი ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან. ირონია აშკარად შესამჩნევი. და ახლახან გაფორმებული შეთანხმება პირველი არ არის, როცა MOL პლატფორმაზე გვსმენია. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ახლა ერთვება წარმოებაში, სწორედ უკრაინის პირველი ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ეს რობოტი და პირველად ბრძოლის ველზე გამოიყვანეს. უკრაინის მთავარი გამოწვევა MOL-ის არსებობის პირველ კვირებსა და თვეებში იყო ის, რომ აშკარად მუშა რობოტი მასობრივ წარმოებაში გადაიყვანათ. პირველმა გადაწყვეტამ გარკვეული დახმარება გასწია, თუმცა ეს გრძელვადიანი პრობლემა არ იყო. MOL სპეციალური საქველმოქმედო კამპანიის ნაწილი გახდა, რომელსაც United 24 მედია და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავდნენ. ამ კამპანიამ 4 ივნისისთვის რობოტული პლატფორმებისთვის $620,000 შეაგროვა და სავარაუდოდ მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეც შეაგროვებს. ეს თანხა ნამდვილად ეხმარება, მაგრამ ერთობლივი წარმოების შეთანხმება, რომელიც AI Drones UA-სა და Njord Technology-ს შორის გაფორმდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ეხლა მთავარ კითხვას მივადექით. რა ვიცით MOL პლატფორმის შესახებ? დავიწყებთ იმით, თუ როგორ მუშაობს ის, რადგან უკვე გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდეთ. Pravda, ძირითად ინფორმაციას გვაწვდის. MOL არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დაჭრილების ევაკუაციისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ან როგორც მომარაგების პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მარაგების გადატანას ფრონტის ხაზზე. დრონში ჩაშენებული კუბოს მსგავსი კაფსულა შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრძოლო მასალის, საკვების და სხვა მარაგების გადასატანად, ხოლო თვითონ დრონი შეუძლია გაუმკვალდეს რთულ პირობებს, მათ შორის თოვლით დაფარულ უკრაინის ლანდშაფტს, რომელიც ზამთარში ასე ხშირად გვხვდება. მილიტარნი ცოტა მეტ ინფორმაციას გვაწვდის, რადგანაც ის ამხელს, რომ MOL-ის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გამოჩნდა. იმ დროს MOL-ს შეეძლო 70 კმ/სთ-ში სიჩქარით გადაადგილება და ის ისეა დაპროექტებული, რომ დაზიანების შემთხვევაშიც კი აგრძელებს მოძრაობას და რაც მთავარია, იცავს კაფსულაში მოთავსებულ ტვირთს. უკრაინის პირველი ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მეთაურმა, რომელსაც დევი ეძახიან, ახსნა თუ რა ხდის MOL-ს მოუკლავდა შეუჩერებელ მანქანად. მაგალითად, გვაქვს სპეციალიზებული ბორბლები. მას შემდეგ, რაც ეს მანქანა დაზიანდა და ორი ბორბალი გაუხვრიდეს, ისინი ჩამოვარდა, მაგრამ კონსტრუქცია კარგად არის გააზრებული. მაინც შევძელით 10 კმ-ის გავლა უკან პრობლემების გარეშე. ამიტომ გახვრეტილი ბორბლებიც კი აწარმოადგენს დაბკოლებას მისი დაბრუნებისთვის. უკრაინას ხელში თითქმის დაუმარცხებელი სახმელეთო რობოტი აქვს. და მისი ახალი შეთანხმება შვედეთთან ნიშნავს, რომ ბევრი MOL მალე გამოჩნდება ბრძოლის ველზე. მოდით ერთი წუთით ამ კუბოს თემაზე ვისაუბროთ. ვიდეოში, სადაც MOL-ს აჩვენებდნენ, UATV English-მა ზუსტად გვაჩვენა, როგორ მუშაობს MOL-ის საინტერესო კაფსულა. კუბოს მსგავსი გადამზიდი უპილოტო სახმელეთო პლატფორმებისთვის პირველ შემთხვევად აღწერეს, რადგან უმეტესობას Z ბორბლებზე უფრო საკაცის მსგავსი რამ აქვს დამაგრებული. ამ ტიპის გადაწყვეტა კარგად მუშაობს მაშინ, როცა რისკი მცირეა, თუმცა ის იმას, რაც გადააქვთ, დაუცველს ტოვებს.
პირდაპირი დარტყმები პრობლემას ქმნის, მაგრამ აგრეთვე არაპირდაპირი დარტყმებით შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან ადამიანების გადმოკრა და მათი პლატფორმაზე დაბრუნება შეუძლებელი გახდეს. კუბოს მსგავსი კაფსულა ყველაფერს ცვლის. ის ახევს ყველაფერს ან ყველას, ვინც შიგნით გადახტავთ, ძლიერ გარსში, რომელიც აფეთქებებისა და ლითონის ნამსხევებისგან იცავს. შიგნით ჩახედვა კიდევ უფრო ამყარებს ანალოგიას, რადგან ხედავთ რბილ სამედიცინო საკაცეებს, თუმცა მათზე სამაგრი ღვედებია, რომ უსაფრთხოდ გადაიტანონ ყველაფერი, რაც შიგნითაა მოთავსებული. ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილი კუბოსთვის ასეთი ღვედები საჭირო არ იქნება, თუმცა ალბათ გამოგვადგებოდა თუ ოდესმე ზომბების აპოკალიფსი დაიწყება. გვერდით უხვევთ თემას. UATV-ს ვიდეო ასევე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს MOL პრაქტიკაში. პანელით დაფარულია საკონტროლო სისტემა, რომელიც გამოიყენება დრონის ჩასართავად. ამის შემდეგ ყველაფერი იმართება დისტანციური მართვის პულტით, რომელიც ძალიან გავს იმ სისტემას, რასაც არსი მანქანებთან იყენებენ. მართვისთვის გამოიყენება ორი პატარა ბერკეტი. MOL-ს აქვს პარკირების რეჟიმი, ორბლების დაბლოკვა, უკუსვლის რეჟიმი და შეუძლია როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიჩქარეებზე მოძრაობა. ეს კონტროლის დონე ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას არ სურს, რომ ჯარისკაცისთვის განკუთვნილი მაშველი რობოტი ისე სწრაფად მოძრაობდეს მისვლისას, რომ შემთხვევით ავარია მოხდეს. ჯარისკაცი, რომელიც UATV-ის ვიდეოში მართვის პულტს აჩვენებს, ამბობს, რომ რობოტის მართვის დანაყოფში მხოლოდ რამდენიმე თვეა იმყოფება და უკვე ყველაფერი ისწავლა, რაც რობოტის შესახებ უნდა იცოდეს. ეს კარგია, რაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება სწავლებას, ოპერატორები მით უფრო სწრაფად შეძლებენ MOL-ის ბრძოლის ველზე გაყვანას და სიცოცხლის გადარჩენას. MOL-ს ასევე აქვს მოდულური არქიტექტურა, რაც ნიშნავს, რომ მისი ადაპტაცია კონკრეტულ მისიებზე საჭიროების მიხედვით მარტივად შეიძლება. გარდა ამისა, პლატფორმაზე გამოყენებული მასიური ბორბლები უზრუნველყოფს, რომ მას შეუძლია უმეტეს ტიპის რელიეფზე გადაადგილება. მაგრამ ალბათ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფინანსური მხარეა. მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავია MOL-ი, სისტემის აშენება საოცრად იაფიჩდება. ერთი MOL-ის ღირებულება $22,000 და $23,000 შორის მერყეობს. გამოყენებული საკომუნიკაციო სისტემის ტიპის მიხედვით ითხოვინება პრავდა. შედარებისთვის გარდიანი იუწყება, რომ უკრაინამ ახლახან გაზარდა ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცის საშუალო თვიური ხელფასი $7,000 ეკვივალენტამდე და წელიწადში $84,000. ამ თანხით უკრაინას შეუძლია 2 ან 3 MOL-ის შეძენა, რომლითაც ფრონტის ხაზზე სამედიცინო და ლოგისტიკურ ოპერაციებში ჩართულ ჯარისკაცებს ჩაანაცვლებს. რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცები ბრძოლისთვის მაინც საჭირო იქნება, მაგრამ რაც უფრო მეტ ჯარისკაცს ჩაანაცვლებს უკრაინა რობოტებით, მით უკეთესი. და ეს ყველაფერი არ არის. კუბოს კაფსულის გარდა MOL-ს აქვს რამდენიმე უპირატესობა იმ სხვა სახმელეთო რობოტულ სისტემებთან შედარებით, რომლებსაც უკრაინა უკვე იყენებს. შეიძლება გახსოვთ, რომ ადრე გითხარით, MOL-ს შეუძლია საათში 70 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილება. თუ ფიქრობ, რომ ეს სწრაფია სახმელეთო რობოტისთვის, აბსოლუტურად მართალი ხართ. UATV ამხელს, რომ უმეტესობა სახმელეთო რობოტებისა მაქსიმუმ 35 კმ/სთ მოძრაობს, რადგან ისინი ელექტროძრავებს იყენებენ. MOL განსხვავებულია. მას აქვს შიდა წვის ძრავა, რომელიც მეტ ძალას აწვდის, რის შედეგადაც უფრო სწრაფად მოძრაობს. სიცოცხლისა და სიკვდილის სიტუაციაში რობოტი, რომელსაც შეუძლია სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტებზე სიჩქარე ორჯერ გაზარდოს, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამ ტიპის მოწყობილობის სხვა უპირატესობები თავს იჩენს უკრაინის მკაცრი ზამთრების დროს. ცივი ამინდი და განსაკუთრებით ყინვა შეიძლება გამოიწვიოს ბატარეების ბევრად უფრო სწრაფად დაცლა. UATV იუწყება. ეს ნიშნავს ნაკლებ სიჩქარეს და რაც მთავარია, ნაკლებ მანძილს, რომელსაც რობოტი შეძლებს გაიაროს. MOL-ს და მის შიდა წვის ძრავს ეს პრობლემა არ აქვთ. სანამ აუზში საწვავია, ამინდი MOL-ს ვერ შეაჩერებს. გაყინული და დაჭრილი ჯარისკაცისთვის ეს მთავარი განსხვავება MOL-სა და სხვა სახმელეთო რობოტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ MOL-ის მოდულური ასპექტი. რობოტის კუდის ბოლოში არის ოპტიკურ ბოჭკოვანი შეერთება, რაც მიუთითებს, რომ ოპტიკური ბოჭკო უკვე გამოცდილია. UATV ამხელს, რომ მათ მართლაც ჩაატარეს ეს ტესტები და ისინი კარგად არ წარიმართა, რადგან ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები შეიძლება მოშორდეს, როცა რობოტი გადის იმ ტიპის რელიეფზე, რომელსაც MOL-ი უნდა გაუმკლავდეს. ეს იდეა მომავალში შეიძლება კვლავ განიხილონ, როცა უკრაინას ექნება შესაბამისი სიგრძისა და სიმტკიცის ბობინები, რაც მის გამოყენებას შესაძლებელს გახდის. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. MOL-ის შემთხვევაში უკრაინას ყავს სახმელეთო დრონი, რომელიც სიცოცხლეს იხსნის, როდესაც დაჭრილ ჯარისკაცებს კუბოს მიაწვის. ის მოდულურია, მრავალფუნქციური და უკრაინასა და შვედეთს შორის ხელმოწერილი ახალი შეთანხმების წყალობით მას მალე მასიურად გამოუშვებენ. მაგრამ ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ MOL უკრაინის ომის ფერფლიდან შეიქმნა, რათა პრაქტიკულად დაუმარცხებელი ყოფილიყო. ეს გადაჭარბება არ იყო. MOL უკვე გამოცდილია ბრძოლაში და დაამტკიცა რამდენად გამძლეა. მაგრამ სანამ უფრო მეც აგიხსნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. აქედან კიდევ ბევრია, ასე რომ დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო. დაგაბრუნებთ 2025 წლის ნოემბერში. იმ თვეში უკრაინის პირველი ცალკეული სამედიცინო ბატალიონი მოქმედებაში ჩაერთო და გამოიყენა MOL-ი. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი იყო მიწის რობოტს რთული ამოცანა დაეკისრა. The Insider იუწყება, რომ ბრძოლის ველზე ჯარისკაცი დაშავდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი დაზიანება არ ყოფილა. 33 დღის განმავლობაში ის ჯარისკაცი გადარჩა საველე მედიკოსების დახმარებით, მაგრამ დრო იწურებოდა.
უკრაინამ უკვე სცადა ევაკუაცია მიწის რობოტების გამოყენებით. სინამდვილეში რამდენიმე ევაკუაცია განხორციელდა. 6 რობოტული პლატფორმა გაემართა დაჭრილი ჯარისკაცისკენ, მაგრამ გზაში ყველა განადგურდა. სიტუაცია უიმედო ხდებოდა, ამიტომ მოლ ბრძოლის ველზე გაგზავნეს. უკრაინის ახალმა დრონმა გრძელი გზა დაიწყო, მაგრამ როცა მიუახლოვდა დასახლებას, სადაც დაჭრილი ჯარისკაცი იწვა და რომელიც რუსეთის ეთის ოკუპაციაში იყო, ტრაგედია თითქმის დატრიალდა. MOL-მა გადაუარა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღამს, რომელიც აფეთქდა. ნებისმიერი სხვა სახმელეთო რობოტისთვის ეს დასასრული იქნებოდა და რუსეთი მეშვიდე ევაკუაციის მცდელობის ჩაშლას მიაშლას მიიწერდა. მაგრამ MOL-მა გზა გააგრძელა. დაზიანებული ბორბლის მიუხედავადაც კი, მან შეძლო და მიაღწია დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცთან. კუბოს კაფსულა გაიხსნა, ჯარისკაცი შიგნით მოათავსეს და MOL-მა უკან დაბრუნება დაიწყო, დაზიანებული ბორბლიანად. იდეალურ სამყაროში ეს იქნებოდა სირთულეების დასასრული. MOL უპრობლემოდ დაბრუნდებოდა, მაგრამ უკრაინის ბრძოლის ველები შორსაა იდეალურისგან. უკან დაბრუნებისას MOL-ს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს. რუსეთმა იცოდა, რას ატარებდა რობოტი და სურდა დარწმუნებულიყო, რომ დაჭრილი ჯარისკაცი ცოცხალი აღარ დაბრუნდებოდა. ერთმანეთზე მიყოლებით დრონები ესხმოდნენ თავს, მაგრამ ვერ შეძლეს MOL-ის შეჩერება და რაც მთავარია, ვერ შეძლეს დაუჯერებლად ძლიერი კაფსულის გარღვევა, რომელიც დაჭრილ ჯარისკაცს იცავდა. MOL-მა გადარჩენა შეძლო და დამკანცველი 64 კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, საიდანაც 37 კილომეტრი დაზიანებულ ბორბალზე გაიარა, ბაზაზე დაბრუნდა. ამ გადარჩენის მაგალითი გვიჩვენებს, რომ MOL გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ კომპეტენტური. ის მოუკლავია. რუსეთმა ყველაფერი სცადა, რაც შეეძლო, მაგრამ მაინც ვერ შეძლო MOL-ის შეჩერება თავისი მიზნის მიღწევაში. გაზეთმა პრავდამ გამოავლინა, რომ ჯარისკაცის სიცოცხლე 2025 წლის ნოემბერში სწორედ იმ ჯავშან ფოლადმა გადაარჩინა, რომლითაც კუბოს კაფსულა იყო დამზადებული, ხოლო ძლიერი მინი ტრაქტორის ბორბლები, რომლებიც რობოტში იყო ჩაშენებული, სწორედ მათ მისცეს მას ნაღმზე გადარჩენის საშუალება. ის დაზიანებული ბორბალი ახლა პირველი ცალკეული სამედიცინო ბატალიონის საკონტროლო პუნქტში ინახება, როგორც უკრაინის ახალი მანქანის სიმტკიცის სიმბოლო. მას შემდეგ MOL-ით კიდევ რამდენიმე მისია შესრულდა. მაგრამ ამ ერთ ისტორიაში ვხედავთ ყველაფერს, რაც AI Drones UA-სა და NIORT ტექნოლოგიას შორის შეთანხმების გაფორმებას ასე მნიშვნელოვანს ხდის. MOL-ი საბრძოლო პირობებში გამოცდილია. ის სიცოცხლის გადამჩენად დამტკიცდა და ახლა უკრაინაში უფრო დიდი რაოდენობით ჩამოდის ვიდრე ოდესმე. მაგრამ ამ ახალი შეთანხმებით, რასაც სინამდვილეში ვხედავთ, არის ბევრად უფრო დიდი პროცესის მცირე ანარეკლი, რომელიც ამჟამად უკრაინის სამხედრო ძალებში მიმდინარეობს. სახმელეთო რობოტები მომავალის მიმართულებად მიიჩნევა ფრონტის ხაზებზე რამდენიმე მიზეზის გამო. და ეს შეთანხმება უბრალოდ აჩვენებს, თუ როგორ აჩქარებს უკრაინა რობოტების გამოყენების ზრდას ბიზრდას რუსეთთან ბრძოლაში. MOL-ისა და სხვა სახმელეთო რობოტული პლატფორმების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ანცირებენ უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების რისკებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამედიცინო დახმარებას უწევს ან ლოგისტიკას მართავს. პირველი შემთხვევისას უკრაინას აღარ უწევს ევაკუაციის ჯგუფის ფრონტზე გაგზავნის რისკის გაწევა სატრანსპორტო საშუალებებით და ზოგ შემთხვევაში ვერტმფრენებით. ამ ჯგუფებში ჩვეულებრივ 4 ადამიანი შედის, რომელთაც ყველას უწევთ რუსეთის ცეცხლის ქვეშ შესვლა, რათა დაჭრილი ჯარისკაცი ფრონტიდან გაიყვანან. MOL-ს 6 კაციანი ჯგუფი მართავს, რომელთაგან არცერთს არ უწევს რეალურად ფრონტზე წასვლა. დარტყმა ევაკუაციის ჯგუფზე უბრალოდ მეტ დაჭრას და სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ დარტყმა MOL-ზე, ხომ ნახეთ რამდენად მცირე გავლენა შეიძლება ჰქონდეს. თუ ყველა რობოტულ პლატფორმას შევხედავთ, უკრაინის სახმელეთო რობოტები უკვე უამრავ სიცოცხლეს იხსნიან, როგორც პირდაპირ, ასევე იმით, რომ ჯარისკაცებს ფრონტიდან შორს ამყოფებენ. West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტმა მარტში აღნიშნა, რომ უკრაინის გენერალური შტაბის აზრით, სახმელეთო რობოტების გამოყენებამ სამხედროებში დანაკარგები მაქსიმუმ 30%-ით შეამცირა, მას შემდეგ რაც ისინი შეიარაღებაში შემოიტანეს. ქვეყნისთვის, რომელმაც 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი გადაიტანა და სავარაუდოდ 500-დან 600-მდე დანაკარგი აქვს, ასეთი შემცირება უზარმაზარია. სამხედროები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, როდესაც სახმელეთო რობოტები გამოიყენება და საბოლოოდ ეს ნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვა ძლიერად რჩება. უკრაინა აშკარად ხედავს სარგებელს და 2024 წლიდან თანდათან ზრდის სახმელეთო რობოტების გამოყენებას. თანამედროვე ომის ინსტიტუტის თქმით, უკრაინამ 2024 წელს დაახლოებით 2000 ასეთი მანქანა აწარმოა. 2025 წლის ბოლოსთვის წლიური წარმოება 15000 გაიზარდა. და ინსაიდერის ინფორმაციით, უკრაინა გეგმავს 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის 25000 სახმელეთო რობოტული სისტემის შეკვეთას, რაც მიუთითებს, რომ წლის ბოლოსთვის მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 50000 მიაღწევს. ეს სწრაფად აჩქარებული წარმოების გრაფიკი უკვე შედეგს იძლევა. 2025 წლის ბოლოსკენ სახმელეთო რობოტები პოკროვსკისა და მიკოლაივის სადავო ქალაქებში ლოგისტიკური ოპერაციების დაახლოებით 90%-ს ასრულებდნენ. ეხლა 2026 წელზე გადავინაცვლოთ და უკრაინა სრულად ეკორნობა ამ ტიპის პლატფორმების გამოყენებას. 13 ივნისის ანგარიში მეცმა განაცხადა, რომ 2026 წელს უკრაინამ ფრონტის ხაზებზე 1028 სახმელეთო რობოტების კომპლექსი განათავსა და ამ კომპლექსებმა ამ დრომდე დაახლოებით 50000 მისია შეასრულეს. ამ მისიებიდან თითოეული ადრე ადამიან ჯარისკაც საფრთხეში ჩააყენებდა.
გამოცემის თქმით, უკრაინამ მხოლოდ 2026 წელს 60 სახმელეთო რობოტი დაასტანდარდა. რაც ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს პროცესები მასობრივი წარმოებისთვის ბევრად მეტი რობოტისთვის, ვიდრე უბრალოდ მოლია. Euromaidan Press ამატებს, რომ ახლა უკრაინაში 100 კომპანია მუშაობს სახმელეთო რობოტებზე. როდესაც რუსეთმა დაიწყო შეჭრა, ასეთი საქმიანობით ზუსტად არც ერთი კომპანია არ იყო დაკავებული. უკრაინაში მოდის მთელი არმია სახმელეთო რობოტებისა. MOL უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია მათ შორის. სახმელეთო რობოტების წარმოებისა და განთავსების რაოდენობის ზრდას თან სტევს უფრო მეტი დანაყოფის სწავლება, თუ როგორ გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი ტექნიკა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწება, რომ ახლა უკვე 230 დანაყოფი იყენებს სახმელეთო რობოტებს, მაშინ როცა ადრე ეს რიცხვი 117 იყო. და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობასა და უკრაინულ ინდუსტრიას შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ, რათა სახმელეთო რობოტების წარმოება კიდევ უფრო გაიზარდოს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ეხება სიცოცხლის გადარჩენას, აცხადებს ზელენსკი. და MOL-ში უკრაინას ყავს რობოტი, რომელიც სწორედ ამ საქმეზე სპეციალიზდება სხვადასხვა გზით. და ასე უბრუნდებით MOL-ზე. ადვილია ამ ახალი სახმელეთო რობოტის მხოლოდ სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებულ ბორბლებზე დადებულ კუბოდ აღქმა, მაგრამ ეს ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ეს. ეს რობოტი წარმოადგენს იმას, რაც უკრაინას 4 წლის განმავლობაში რუსეთისთვის რთულად დასამარცხებელ მოწინააღმდეგედ აქცევს. ინოვაციების უწყვეტმა ნაკადმა, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული ბრძოლის ველზე, უკრაინამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ საბრძოლო ძალად აქცია. და ისეთი რობოტები, როგორიცაა MOL-ი, არსებობს იმისთვის, რომ ეს მომაკვდინებლობა რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. და როცა მორიგ ახალ კონტრაქტზე მელანის შრება ევროპელ პარტნიორთან, MOL-ი ასევე შეიძლება ჩაითვალოს მონუმენტად იმ ალიანსებისა, რომლებიც უკრაინამ რუსული შეჭრის შემდეგ შექმნა. უკრაინამ და შვედეთმა მართლაც შექმნეს რაღაც, რასაც ვერაფერი მოკლავს. მაგრამ მხოლოდ MOL-ი არ არის ის, რასაც ვერაფერი შეაჩერებს. ამ ორ ქვეყანას შორის ალიანსი დიდხანს გაძლებს. და პუტინისთვის, რომელიც ქაოსითა და დაყოფით ცხოვრობს, ამ ახალ შეთანხმებაში გამოჩენილი ერთიანობა გულში დანის ჩართვას გავს. MOL-ი მოდის. და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნარმებსა და დრონებს მისი შეჩერება არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოში ყურადღება ძირითადად MOL-ზე და სახმელეთო რობოტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობებზე გამომახვილეთ, უკრაინის რობოტებს ბევრად მეტი შეუძლიათ. ისინი მხოლოდ სიცოცხლის გადამრჩენები და მარაგების გადამზიდავები არ არიან. ზოგი მათგანი მკვლელი. იანვარში უკრაინულმა დანაყოფმა იპოვა გზა, რომ სახმელეთო რობოტი რუსეთის ძალებისთვის სიკვდილის მომტანად ექცია. დაამატეთ ამ რობოტს 12 ტაგსაწინააღმდეგო ნაღმი და ბუმ, რუსულ დანაყოფს ბოლო მოეღება. გაიგეთ მეტი ამ ინციდენტის და იმ მომავლის შესახებ, რომელსაც ის მიანიშნებს, ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის უახლესი შეთანხმებებისა და სახმელეთო რობოტიკის სფეროში ინოვაციების შესახებ. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.